ჩემი ქადაგების სათაური არის ასეთი, ჩვენი ცხოვრება ქმნის ჩვენს მოსავალს. გავს მომავალს. მაგრამ მოსავალზე მინდა ვისაუბრო. რა თქმა უნდა ეს ხვალინდელი დღეა, დღეს ვთესავ, ხვალ მოსავალს ველი, ამიტომ ბუნებრივია ის მომავალს უკავშირდება, მაგრამ მთელი ჩემი აქცენტი, მთელი ჩემი ქადაგება დღეს იქნება მიმართული მეგობრებო ქრისტიანულ ცხოვრებას. ანუ კითხვა, როგორ ვიცხოვროთ? როგორ ვიცხოვროთ, როგორც მორწმუნე ხალხმა? იცით სოციალური ქსელებით ვინც ადევნებთ ახლა თვალყურს, მე არ მინდა სახელდაგვარებს ვერ იდები ხოლმე, არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ესე შემოიჭრა ამ სფეროში, ერთ-ერთი ახალგაზრდა ადამიანი, აი ალბათ მიხვდებით, ზოგი თუ ვერ მიხვდებით, არა უშავს, მე მკითხეთ. და მე ამ ადამიანის აქტივობა კი არც მიკვირს და არც მაღიზიანებს, ყველას თავისი აზრი აქვს და სად გამოხატავს ადამიანი თავის აზრს, ახლა ჩვენ ვინ გვეკითხება. მაგრამ მე ხანდახან მაკვირვებს ხოლმე მორწმუნე საზოგადოების რეაქციები ამა თუ იმ აზროვნებაზე, იდეოლოგიაზე. მე ერთ რაღაცას გირჩევდით მეგობრებო, შეიძლება რაღაცა მოგწონდეს, მაგრამ სასურველია რომ ბოლომდე მოусმინო რაღაცას და კარგად გადაიაზრო. ერთხელ ერთმა დამ რაღაც გააზიარა. მე წავიკითხე რაც გააზიარა და ამ გაზიარებულს მოყვებოდა ძალიან ცუდი ლინკი რაღაცა პორნოგრაფიისა და ვეუნევი შედალოცვილო რომ დაიწყო და სათაურით რო აზიარებ რაღაცას. ბოლომდე მაინც ნახე რა არის, ხვდები? აზიარებ თითქოს რაღაცა სულიერს და რაღაცა ვირუსული ის არის და მოყვება პორნოგრაფიის ლინკი. უი თავი მოიკლა კინაღამ არ ვიცოდი. ამიტომ ნახეთ ხშირად ხდება ხოლმე ძვირფასებო და რატო უყვები ამას? აი ეს ახალგაზრდა კაცი შემოიჭრა თავიდან ასე აუ რა კარგია რა მაგრად ლაპარაკობს და დღეს სამწუხაროდ ამ ადამიანს აქვს შეხედულება და სწავლება ესეთი და დაიწყო უკვე ეკლესიებზე თავდასხმა. პირადად ჩვენს ეკლესიასაც ხშირად შეეხო, მას ჰქონდა ისეთი ძალიან ისეთი არასასიამოვნო პოლემიკა რომასთან. შემდეგში აიღო კოტეს სწავლება და ამას ესე ვთქვათ გააშარჟა, მოდი ასე ვთქვათ, ცოტა ისე რომ ამათ არაფერი არ ესმით, ეს ხალხი საერთოდ დახსნილიც არ არის. და ამ ადამიანს კვირეების და თვეების განმავლობაში უკომენტარებდა ძალიან ბევრი ქრისტიანები და ღმერთმა გაკურთხოს და ასე გააგრძელე და ასე შემდეგ. ნუ ახლა ადამიანის გამხნევებას პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ჭეშმარიტებას და სიცრუეს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევთ მეგობრებო და ეს მარტივი რა თქმა უნდა არ არის. იმიტომ რომ ეს ადამიანი ძირითადად რა პლატფორმაც აირჩია არის ის რომ გადარჩენა არის რწმენით, რაც ჩვენი პლატფორმა არის ძირითადი. რითი განსხვავდება ევანგელიზმი, რითი განსხვავდება ევანგელიური ეკლესიები, იმით რომ ჩვენ არ ვასწავლით რომ ადამიანი გადარჩება ტრადიციების დაცვით და რაღაცა კეთილი საქმეებით. ჩვენ ცალსახად ვასწავლით რომ გადარჩენა არის მხოლოდ რწმენით, მადლის მეშვეობით, როგორც წერილი ასწავლის, მაგრამ ის რასაც ეს არის ბიბლიური ნარატივი, ბიბლია ლაპარაკობს რომ როცა ჩვენ ვართ დახსნილები, ჩვენ ღმერთმა მოგვიმზადა საქმეები, ანუ ცხოვრება, რომელსაც უნდა ვიცხოვრო. მე ამ თემაში წასვლა არ მინდა, მე უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, რომ უფრო მეტი ინტერესით, იმიტომ რომ აი მსგავსი ტიპის შეხედულებები ამ მუხტს აკრობს ეკლესიაში, რომ ადამიანებმა თავდადებულად იცხოვრონ, იდეისთვის იცხოვრონ, ხედვით იცხოვრონ. ადვილია, ნახეთ, ზოგს ესეც გიჭირთ. აი ხა ამ დილას რო ადექი შეიძლება 1000 სურვილი და ბევრი შეიძლება ამ სურვილის ან სურვილის არ ქონის გამო სახში დარჩა. ნახეთ, დღეს არ მინდა რომ წავიდე. ნახეთ, სურვილი ამბობს, არ მინდა. და ხშირად გონია რომ რადგანაც ასე მინდა, ეს არის კარგი. ეს არის ნორმალური და სწორი. ან პირიქით, მე ამას ვიტყვი რა თქმა უნდა თემაში, ის რაც არ მინდა არც გავაკეთებ. ამიტომ ეს ქრისტიანულ ცხოვრებაზე აისახება, მეგობრებო, ჩვენ ბუნებრივია ვიბომბებით, როგორც ხშირად ვამბობ, აზრებით, გრძნობებით, ემოციებით, მოდის ეს მტრის თავდასხმები და ეს არ არის ხილული. დიახ, სულიერი თვალი გჭირდება, რწმენა გჭირდება, რომ და ცოდნა გჭირდება ღვთის სიტყვისა, რომ სნო სულიერი ბრძოლა, ერთი სნო, რომ სულიერ ბრძოლაში ხარ, იმიტომ რომ შეიძლება ეშმაკი არცად არ გინახავს, არც რქიანი, არც ყუდიანი, მაგრამ უნდა სნო, რომ სულიერ ბრძოლაში ხარ ჩართული, მას შემდეგ რაც უფალს გადაეცი შენი ცხოვრება, ეს უნდა სნო და მერე ისევე ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებიდან გამომდინარე შეძლო გაუმკლავდე
ამ სულიერ ბრძოლაში მოწინააღმდეგეს. სხვანაირად არ არსებობს, ვერსად ვერ დაიმალები. და ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს მეგობრებო, არა იმაზე, რომ საქმით გადარჩება კაცი, ჩვენ ვლაპარაკობთ სწორედ იმაზე, რომ როგორც იგივე ეფესელთა წერილი ამბობს მეორე თავის მეათე მუხლი, რომ ჩვენ ვართ მისი ქმნილებები, შექმნილი მისი საქმისთვის, რომელიც წინასწარ მოგვიმზადა ღმერთმა, რომ ამ საქმეებში ვიცხოვროთ. ხოლო ეს დაახლოებით ეს პლატფორმა ლაპარაკობს, რომ ნუ შენ არაფერი არ გჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებ, გადარჩენილი ხარ და ვეღარ დაიღუპები. რა კარგია, ხო? და რა კარგია. და ჯერ ეს ერთი თქვენ წარმოგიდგინეთ, მეგობრებო, ევანგელურ სამყაროში მრავლად არიან მოძრაობები, კულტები სამწუხაროდ და დენომინაციებიც კი, რომლებიც ამ იდეას წლების განმავლობაში მიყვებიან ამ ახალგაზრდა კაცს აერიდან კი არ მოუტანია. სამწუხაროდ ხშირად მეგობრებო ისია გაგებული და ერთგვარი მინიშნება, მე ვერ დავადანაშაულებ თუნდაც კალვინიზმს ამ სფეროში, მაგრამ დაახლოებით ეს თეორია მოდის ძირითადად კალვინიზმიდან, რომელიც ამბობს, რომ თუ ადამიანი გადარჩა, ის ღმერთისგან არის წინასწარ განზრახული გადარჩენისთვის და ის აღარ დაიღუპება იმის მიუხედავად, რაც არ უნდა გააკეთოს და ჩვენ გვინახავს ასეთი ადამიანები, ამ ქალაქშიდაც კი ვიცით ასეთი ჯგუფი, რომელიც დაახლოებით ასე ცხოვრობს. მაგრამ დავანებოთ ახლა იმათ თავი, ეს ჩვენ არ გვეხება. ახლა ვთქვათ იმაზე. თუ მე აი ამ სწავლებით ვიქნები გაჯერებული, თუ ხშირად ვისმენ მსგავს რაღაცას და ისედაც ადამიანთა დიდი ნაწილი ინერტულია, ნახეთ ჩვენ როგორ რა პრობლემა გვაქვს მეგობრებო, კულტურა რაც გარეთ გვაკრავს, ნახეთ, მაგალითად თუ შენ წლების განმავლობაში ყოფილ ხარ ტრადიციულ ეკლესიაში და მე ნაწილი ვიყავ იმისა და აქ თქვენ ბევრ თქვენთაგანს აქვს შემხებლობა გარკვეული წილად თქვენს ისტორიაში, თქვენს წარსულში. რას აკეთებდით იქ? არც არაფერს. თქვენი უმთავრესი მოვალეობა იყო მისულიყავით წირვაზე, მონაწილეობა მიიღოთ ლიტურგიაში და მორჩა. თქვენი რამე აქტივობა იქ, მეგობრებო, სამწუხაროდ ვამბობ ამას. იქ რამე თქვენი აქტივობა არ არის მოთხოვნილი. ეს არის რომ შენ პერიოდულად იქ აღსარება ჩააბარო, ზიარება მიიღო და დანარჩენი იქ აქტივობა არ არის. ამიტომ ადამიანების დიდი ნაწილი არიან მსმენელები. და ახლა კითხვას გისვამთ, მე იცით ეს უკვე თანამედროვე ევანგელური სამყაროსთვის ამ ხელა გამოწვევად იქცა, რომ ეკლესია ძირითადად არის მსმენელი? მე ამაზე ჩვენი ლიდერების კონფერენციებზეც კი მილაპარაკნია, რომ სტატისტიკებია დადებული მსოფლიო მასშტაბით, რომ საერთო რომ ავიღოთ ევანგელური ეკლესიების სტატისტიკა, მხოლოდ 10%-ია ჩაბმული აქტიურ მსახურებაში. როცა ეს ერთხელ ჩვენს წემს გაუზიარე, გადათვალე ეკლესიაში რაღაცებს ითვლიდა და მე მითხრა ჩვენ მეტი ვართო 20 წვა. მე ვთქვარი თქვენ სამი გუნდი ყავთ და გუნდში იმდენი ხალხია. რომ არ იყოს და რომ არ ითვლიდე ახლა თაყვანისცემის გუნდში მყოფ ადამიანებს, იგივე იქნება, ამიტომ რომ ეკლესია 600 კაცზე მეტია, 700 კაციანი არის დაახლოებით ეკლესია და თქვენ გადათვალეთ ახლა აქტიურ მსახურებაში რამდენი შეიძლება რა თქმა უნდა მეტიც ალბათ და ღმერთს მადლობა ამისთვის. და ეს არის სოფლიო სტატისტიკა, სადღაც მეტი იქნება, სადღაც ნაკლები. და მე იმასაც გეტყვით, არსებობენ ეკლესიაში, სადაც 80% ხალხი არის ჩართული მსახურებაში. და ერთ-ერთი ასეთი ეკლესია და ეკლესიების გაერთიანება არის ჩემი თვალით რაც მაქვს ნახული, სწორედ GMI-ის გაერთიანება, ვისთანაც ჩვენ წლების განმავლობაში მეგობრო. ეს არის საოცარი ენთუზიაზმით სავსე ეკლესია, თავში კი არ დაეცათ. მუდმივად მიდის ეს სწავლება, მუდმივად მიდის ამ ჭეშმარიტების გენერირება, რომ პარადოქსად მიაჩნიათ, რომ იყო ქრისტიანი და იყო პასიური ამ დროს, იყო ეკლესიის ნაწილი და იყო მიმსვლელ-მომსვლელი მხოლოდ. ეს სტატუს კვო არ იცვლება თავისით. გესმით? ადამიანს საკმარისად მიაჩნია, რომ მოვიდა ეკლესიაში, დაესწრო მსახურებას, კიდევ კარგი რომ ჩვენ კედლებს არ ვკოცნით მაგალითად, რაღაც მირონები არ გვდის, კიდევ კარგი. თორემ უფრო მეტად გამყარდებოდი თამაში და მე ვიტრაბახებდით რომ მე ვეკუთვნი ამას და შენ მე რას მეტყვი და რას მელაპარაკები, მე ძველი ვარ თანაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საკმარისია წერილის კარგი მოწაფეები იყოთ, აი პირდაპირ გეუბნები. საკმარისია ნებისმიერმა თქვენთაგანმა მეგობრებო. აი თუნდაც დღეს თუ მოხვალ ჩემთან, მე მთელი ბიბლიის საკითხვასაც არ დაგავალებდი. კონკრეტულ მონაკვეთებს მოგცემდი. რისი წაკითხვის შემდეგაც თუ გულით გააკეთებდი ამას, შენი შეხედულება მინიმუმ აირეოდა და ცვლილებისკენ წავიდოდა, რომ დაგარწმუნოთ იმაში, რომ პარადოქსია, დიახ, პარადოქსია, იყო ეკლესიის წევრი და იყო პასიური ქრონიკულად. ამიტომ ვლაპარაკობ ცხოვრებაზე. ცხოვრება, ჩვენი ცხოვრება ქმნის მოსავალს. მოსავალი, რომელიც დგება ცხოვრების მიმართულება ქმნის. მოდი ასე ვთქვათ, ცხოვრება არის როგორც თესლი
ხოლო ის შედეგები, რაც მოყვება ასეთ ცხოვრებას, არის ის მოსავალი. ანუ დღეს როგორც ცხოვრობთ, ხვალ მიიღებთ შესაბამის მოსავალს. შეიძლება ძალიან მაგარი მორწმუნე ხარ, მაგრამ ამ კანონზომიერებას ვერ დაარღვევთ, მეგობრებო. ჩვენ მოგცევთ დღეს ბიბლიურ მაგალითებს, ეს არ არის მოსაწყენის საკითხი, შესაფხიზლებელი საკითხი ნამდვილად არის. უნდა შევფხიზდეთ, გესმით, უნდა შევფხიზდეთ. მახსენდება ერთი ცნობილი ფილმი, კლასიკა, ნატრის ხე. როცა ერთ ქალბატონს თავის შვილი დაყავს მუდმივად და სადაც დაინახავს ამას და შემოულაწუნეს რო ეუნება. მეგობრებო, დიახ, გვჭირდება რომ შემოგვილაწუნონ. მაგრამ შიშოფ ახლა ხელი შემოbrunება. არის ხელი არავინ შემოგვიბრუნოს. ეს ყველაფერი იმიტომ ვთქვი, რომ გავაღვივო თქვენი ინტერესი. ჩვენი ცხოვრება არის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი. ერთი ცხოვრება გვაქვს. ჩვენ არ გვჯერა რეინკარნაციის, შეიძლება გვაწყობდეს, მაგრამ არ გვჯერა. ხო იცით რეინკარნაციის მომხრეებს, შანსი აქვს მეორე ცხოვრებაში მაინც გააკეთებენ რაღაცას. ჩვენ ერთი ცხოვრება გვაქვს მოცემული. ეს ცხოვრებაც მეგობრებო, იცით როგორია? თუ სეზონები გამოტოვე, აუცილებლად რაღაცაში იზარალე. ეს იგივეა, რომ აი ვინც ახლა აქ სოფლის მეურნეობას მიყვებით ეს განთქმული რეგიონია ამ თვალსაზრისით, ხომ? თუ შენ გადაწყვიტავ მაგალითად, რომ ივნისის თვეში საზამთრო დათესო, შენ მთელ ფულს დაკარგავ. რაც მოხვნაში, რაც მის დათესვაში, შენ დაკარგავ. შენ როგორი მორწმუნეც არ უნდა იყო, მე ვაღიარებ, რომ მე ახლა ამას ავიღებ და ჩემი საზამთრო ორ კვირაში გაიზრდება. არსებობს ბუნებაში კანონზომიერებები, რომელიც ღმერთისგან არის დადგენილი და მით უმეტეს სულიერ სამყაროში არსებობს ღვთის კანონზომიერებები. და ეს თესვამკის პრინციპი სწორედ სულიერი კანონზომიერება არის, რომელსაც ვერ გატეხავ, რომელსაც ვერ გადალახავ, გვერდს ვერ აული. აბა მიდით ვინმე სცადეთ და ბუნების კანონი დაარღვიეთ. აბა მიდით სცადეთ გრავიტაციის კანონი დაარღვიეთ. არც კი გირჩევთ ხალხო. გრავიტაცია მიზიდულობის კანონია. აიღეთ ნივთი ხელი გაუშვით, ყველაფერი მიწას ენარცხება. არ გარისკო ხეზე ნუ გადმოხვალ და ნუ გადმოფრინდები, თუ ჩიტის შეხედე სადმე. ჩიც ღმერთმა ასე განუწესა, ფრენა შეუძლია. მაგრამ ადამიანს არა. სანამ თვითფრინავს გამოიგონებდნენ, იცით რამდენი ასეული ადამიანი შეეწირა ექსპერიმენტებს. შეიძლება ძველი კადრები ჰქონდეთ ნანახი, როგორ ცდილობდნენ ადამიანები გაფრენას და როგორ ენარცხებიან მიწას, ათასობით ექსპერიმენტი, ათასობით დაღუპული ადამიანი. იმიტომ რომ ეს არის ბუნების კანონი, გრავიტაციის კანონი. ვერ გატეხავ, ვერ დაარღვევ ამ კანონს. ასე რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ცხოვრებაზე, რომელიც ჩვენს მოსავალს ქმნის, პირველი წავიკითხავთ ტიტეს მეორე თავიდან 11-12 მუხლები. ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია. ნახეთ მეგობრებო, ის იმ ახალგაზრდა კაცის შეხედულება რომ აი მადლით, მაგრამ ნახეთ პავლე აქვე ორივეზე ლაპარაკობს. პავლემ თქვა მადლი მოვიდა ყველასთან, რომელიც იხსნის ყველას, მაგრამ მე რას ამბობს ახლა ნახეთ, ეს მადლი გვასწავლის რომ უარყოთ უღმერთოება და ამქვეყნიური გულისხმანი და გონივრულად სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთის სოფელში. ეს მადლი არ ამბობს რომ თავარია დახსნილი ხარ და გააგრძელე ცხოვრება ისე როგორც გესმის, ისე როგორც გინდა. ეს მადლი გვასწავლის რომ ჩვენ გონივრულად სიმართლით და ღვთისმოსაობით უნდა ვიცხოვროთ ამ წუთის სოფელში. ქრისტიანული ცხოვრება არ არის ის ვაკეთო ის რაც მინდა. კიდევ ვიმეორებ მეგობრებო, თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ როგორ გმართავენ სურვილები. მე მეცაც გეტყვით, ბევრი ქრისტიანის დიდი პრობლემა არის, მუდმივად სურვილებით მართულნი არიან. იცით ერთმა ახალგაზრდა გოგომ წლების უკან ამითხრა, როცა ამ საკითხზე ვესაუბრებოდი, როცა აშკარად მე ვფიქრობდი რომ არასწორ არჩევანს აკეთებდა, ასეთი რაღაცა მითხრა რომ სიყვარული ბრმა არისო. მე ვუთხარი, როდის დაბრმავდა თქო? არიციო, არა მე ვუთხარი. გრძნობებიო, დამალობანას თამაშობდნენო. და სიყვარული და სიგიჟეო ერთად დაიმალენ ვარდის ბუჩქშიო. თუ ასკილის ბუჩქშიო, აღარ მახსოვს. და აი ამ ბუჩქში ეკლები ხომ მქონდა და თვალში შეესო, ორივე თვალში შეესო სიყვარულსო და დაბრმავდაო და მერეო სიგიჟეშო შეეცოდაო. და ხელჩაკიდებული დადიან სიყვარული და სიგიჟე მას შემდეგო. ნუ ეხა ხო რა თქმა უნდა ზღაპარია, მაგრამ როცა ადამიანი ამ ფილოსოფიას მიყვება, რომ სიყვარული ბრმა არის და თან სიგიჟესთან ძმა გაცობს,
ხო გეცინებათ, მაგრამ მე ბევრჯერ მომისმენია, რომ გულს ვერ უბრძანებ. რა ვქნა, შემიყვარდა და იბლაზება. არსებობს სხვა გზა? კი. შენ ძმაო არ გესმის, ეხა არ გამოგიცდია ეთყობა. რა მნიშვნელობა აქვს მე რა გამომიცდია ძვირფასე? შეიძლება ზოგს არ გამოუცდია სიყვარული, მე რა, ცუდი კი არა, ცუდი, კარგი კი არ არის, მაგრამ ნახეთ, რა მნიშვნელობა აქვს მე რა გამოვცადე, მთავარი რა არის? ღვთისმოსავ გონებას შეუძლია ვნებებზე გამარჯვება და მართვა. თუ ქრისტიანი ასე არ ცხოვრობს, მაშინ ქრისტიანი ყოველთვის სურვილებით იქნება გაკონტროლებული. იცით რამდენი შეცდომები მოგდის, როცა სურვილებს მივდევთ. მეგობრებო, არც კი გვესმის ხანდახან, როცა სურვილების დევნაში ვართ, არც კი გვესმის, იმიტომ რომ ეს სურვილი არ ჩანს რაღაცა, მე იმაზე კი ავლაპარაკობ უკიდურესობაზე, ხა სადღაცა ის პორნოგრაფია. აქ ყველა ხედავს, რომ ზღვარი ამის მიუხედავად მაინც უამრავი ქრისტიანი ცდება, მაინც, მაგრამ შეხედეთ, მე ვლაპარაკობ იქ, სადაც არ ჩანს პირდაპირ რაღაცა ცოდვა ამ სურვილში. მაგრამ მისდევს სურვილებს. მე ბევრჯერ მithქვავს ამ კათედრიდან, კიდევ გავიმეორებ, მეგობრებო, შეხედეთ, ყველაფერი, აი, მთელი მსოფლიო როგორ ცხოვრობს, იცით? ეხლა გამოვა სადღაც სექტემბერში ალბათ ახალი iPhone. უდიდესი ნაწილი გადაყრის 17-ს, წავაიყიდის 18-ს. დიზაინიც კი არ არის განსხვავებული, ფანტაზიაც კი აღარ ჭირდებათ იმათ, ისინი სულელები არ არიან. როცა ადამიანს სურვილების მართვა არ შეუძლია, მუდმივად დეფიციტში იცხოვრებს. თუ კი ვინმე მისმენს ხოლმე და მისვავენ კითხვას ფინანსური პრობლემები როგორ მოაგვაროთ, ჩემი ერთ-ერთი პირველი, აი სამ საკითხში რომ შედის, სამთავარ საკითხში რომ შედის, სურვილების გაკონტროლება უნდა ისწავლო. რომ ბუნებრივად მოგინდება ეს კომფორტია, ეს კარგია და ვიღაცამ რა არის ამაში ცუდი? არაფერი ცოდვილი მასში არ არის, მაგრამ შენ მოსავალ შეეტყობა. ამიტომ პირველ რიგში ქრისტიანული ცხოვრება არ არის ვაკეთო ის რაც მინდა. რაც მე მინდა, რაც მე მსურს. ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება ვიცხოვრო იმ ჭეშმარიტების მიხედვით, რომელიც ღმერთმა გამიცხადა. ანუ ქრისტიანული ცხოვრება არის შეგნებული გადაწყვეტილება არაერთჯერ ცხოვრებაში. ამ არჩევანს ვაკეთებთ ყოველ დღე, ყველა ჯერზე, იმ ჭეშმარიტების მიხედვით ვიცხოვრო, რაც ღმერთმა გამიცხადა. ის რაც მსურს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის კარგია. ან პირიქით ის რაც არ მსურს, იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთო. არ მინდა და რა ვქნა? ვერ ვხედავ. კიდე ერთი რაღაცა უნდა გითხრათ, ჩემი წყემსური მსახურების განმავლობაში ბევრი ადამიანისთვის შემითავაზებია, არ გინდა მსახურებაში მონაწილეობა მიიღო. ეს სწორია, ეს ასე უნდა კეთდებოდეს, მეგობრებო. როცა მე მაგალითად მეკითხებიან, ვერ აღმოვაჩინეთ ჩემი ნიჭი, ჩემი ერთ-ერთი მიდგომა, სანამ ნიჭებს ვასწავლით და სანამ დიდ ცოდნას გადავცემთ, არა? მე ვეუნევი, რა რჩევას მომცევ. ბევრ რაღაცაში მოსინჯე საკუთარი თავი. აი შეხედე ეკლესიაში. ეკლესიას უნდა კონდეს თავისი მსახურებების პრეზენტაცია. ჩვენ ამ წელში კიდევ ერთხელ გავაკეთებთ ჩვენი მსახურებების პრეზენტაციას, მოგაწვით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ შეხედოთ და იქნებ რაღაცაში გადაწყვიტოთ ჩართულობა. ლუკა 22:42 ამბობდა მამაო თუ გნებავს ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი. ეს არის საოცრება, ეს არის გეციმანიის ლოცვა. ადამიანები ბრყოლდებიან, იეჰოვას მოწმეები ამბობენ თუ იესო ღმერთია, ღმერთს რაღაც ეხვეწებოდა, ან ნახეთ რა შეეუბნეოდაო, თუ შეგიძლია ამაცილე ეს სასმისიო. ისინი იმას ტოვებენ, რომ ვერ გაუგია და ბევრს ვერ გაუგია, რომ ქრისტე იყო 100%-იანი კაცი და 100%-იანი ღმერთი. ხვდებით? და ის მამას ეუნევა ამაცილე სასმისი, ეს არის მისი სურვილი. შეხედეთ, ეს სურვილია. საიდან მოდის ეს სურვილი? ეზარება კაცო, ეხა მოიცა ახლა ამათვის მოკვდი. მას აქვს გააზრებული ეს არჩევანი რა არის? ეს არის კატასტროფული, უმძიმესი. ფიზიკური ტკივილი ხომ დიდი იყო, მაგრამ მერწმუნეთ არც კი იფიქროთ, მეგობრებო, რომ ფიზიკური ტკივილის აგონია სჭირდა იესოს, არა. სულმოკლე დროში მთელი კაცობრიობის იფიქრეთ. ჩადენილი და ჩასადენი ცოდვები. აი ერთი წუთი სათვალე რომ მოიხსნა და წარმოიდგინო, ეხლა ამ წუთში ჩვენ რო აქვს სახურებაზე ვართ, რა ხდება ქუთაისში, რა ხდება სამყაროში, რამდენი ცოდვა, რამდენი უბედურება, საზიზღრობა, ბოროტება ხდება. მეგობრებო, იმ მომენტში, სულ რამდენიმე საათში იესოზე უნდა ყოფილიყო თავმოყრილი მთელი კაცობრიობის უკვე ჩადენილი
და შემდეგში ჩასადენი ცოდვები. ეს იყო მისი აგონიის მიზეზი და ისეუნება არის შესაძლებელი რომ ამცდეს ეს სასმისი. მაგრამ იქვე არის რა ჭეშმარიტებით გაჟღენთილი მისი არსი ისეუნება, მაგრამ შენინება იყოს და არა ჩემი. მეგობრებო, ეს არის უდიდესი მაგალითი, როგორ უნდა აკონტროლო, როგორ უნდა აჯობო სურვილს. და ვინმე იტყვის მეგობრებო, რომ ეს ცოდვილი სურვილია? არა. მაგრამ ნახეთ, აი ამას მოყვება ხშირად შედეგები. ის რაც მინდა, ყოველთვის სწორი არ არის, ან რაც არ მინდა, არ ნიშნავს, რომ არასწორია. ჩვენ არ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი სურვილებით და ემოციებით, არამედ ღვთისმოსავი გონებით და განსჯით. კიდევ ერთი მუხლი, 1 კორინთელთა 9:27. და მე დამავალეთ მეგობრებო და ამის წინა კონტექსტით წაიკითხეთ, სახში პავლე ასე იწყებს ამ კონტექსტს, არა ამ მუხლს. ასპარეზზე ბევრი გარბის, ის იწყებს ასე. მაგრამ ჯილდოს მიიღებენ ისინი, ვინც შრომობენ. და მე ის ამთავრებს კონტექსტს ასე. არამედ ვდრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს. და პავლე აი აქ ამბობს ასეთ სიტყვას ამ წინა კონტექსტში. ისინი ამას აკეთებენ წნადი გვირგვინისთვისო, ხაზუსვავ, შეხედეთ. რაღაცა ამ ქვეყნიურისთვისაც კი საჭიროა ძლიერი შრომა. სატრაბახოთ ამას არ გეუნებით, მე ვარ თვენახევარი დაახლოებით ძალიან ძიმე დიეტაზე. არაფერი ცუდი არ ხდებოდა, ბევრჯერ ეს ორშაბათი დადგა უბრალოდ. დავაყენე ჩემს ცხოვრებაში. თვენახევრის უკან დავაყენე ორშაბათი. და აღარ გამიტეხია ეს ორშაბათი. ბევრი შემოთავაზება მაქვს ხოლმე, აი ცოტა გასინჯე, გუშინ მაგალითად ერთ-ერთი დამოვინახულეთ და შენთვისო უშაქრო ნამსხარი მომამზა, აი ჭამე, გეხვეწები ჭამე, მე ვთხარი. არ გინდა, როგორ არ მინდა, სხეული, კუჭი, ტვინი, ყველაფერი მეძახის. დადგა შედეგი, გუშინ 10 კილოგრამიანი ზღვარს მივაღწიე თვენახევარში. ადვილია ძალიან ძნელია. ურთულესია. თუ შემდეგში ისევ წონაში მომატებულს არ დამცინოთ მეგობრებო, მაგრამ ეხლა ხო ვიბძვი. შეხედეთ რისთვის? სულიერ ჯილდოს მომცემს ვინმე ამისთვის? ეს არის რაღაცა. ეს არის აი ის ბრძოლა, რაღაცა აი წნადი რაღაცისთვის, რომ ჯამთელად ვიყო უფრო მეტად ალბათ ენერგიაზე ვიყო. პერანგს რომ ჩავიცვავ, არ მეშინოდეს ღილი არ ამწდეს და თვალში არავის მოვარტყამთ ხო მაგალითად ხო? და სხვა არავინ დავაზარალო. და პავლე მაგ პირდაპირ დადო ზღვარი, ვიღაცეები იბრძვიან, იცი ჩემპიონები რომ ხდებიან, სოფლიო ჩემპიონები რომ ხდებიან. მეგობრებო, მათი ცხოვრების წესს რომ დააკვირდეთ, თქვენ ჩემპიონობა აღარ მოგინდებოდათ. ვინც ასე უყურებს, მე მინდა მაგარი მომღერალი გამოვიდე, მე ეს მინდა გამოვიდე, იცი ბავშვობაში როცა გვეკითხებოდნენ, მე არ მახსოვს ვინმეს ეთქვას მეგობრებო, რომ ქუჩის დამლაგებელი მინდა. ბავშვებს ოცნებებში ბადალი არ გყავს, ხო? ექიმი მინდა გამოვიდე, პრეზიდენტი მინდა გამოვიდე. ერთი გახსოვთ ის ერთი პატარა ბიჭი Facebook-ზე შეიძლება გინახავთ, პრეზიდენტობა რომ გადაწყვიტა, მაღაროს ხელფასებს გავზრდიო. ეს ჩვენი ეკლესიის წევრის შვილი არის, ამ ბავშვს ვიცნობთ, რა ვიცი, მისი დაბადებიდან და ეხლა ვკითხი ამის წინ აღარ მინდა პრეზიდენტობა. ცოტა გაიზარდა და ხვდებით მიხვდა, რომ იმ ოცნებასაც კი რაღაცა რაციონალური ჩარჩო ჭირდება. ისინი ხსნადი ჯილდოსთვის, ჩვენ უხსნელისთვის. და ამიტომ პავლე თქვა, აი ამ მოსავლისთვის, აი ამ ჯილდოსთვის რას ვაკეთებ? მუდმივად, იმიტომ რომ ეს პროცესი, ასპარეზი ხომ პროცესია, ძვირფასებო, თქვენ ასპარეზი ხომ ქრისტიანულ ცხოვრებას ვეძახით ასპარეზს. ეს ხომ ერთი დღე არ არის. ერთი დღე რომ იყოს, ეხლა ერთი დღე რომ აი, ხო იცით ეხლა აი მარხვაზე სამწუხაროა ხალხო, აი მარხვას ხალხი აღარ აპრაქტიკებს. აი ეს გასაცილებელი კი არ არის, სატირალია. ხალხი მარხვას აღარ აპრაქტიკებს. და იმიტომ რომ აი რა ვქნა ეხლა გვიწევს ხოლმე ახლებთანაც გვიწევს აი მოდი ისწავლე საუზმის გამოტოვება. მithქვავს აი მოდი სადილიც გამოტოვე და ადამიანს გმირი გონია თავი სადილი რომ გამოტოვა. მაგრამ ეს არის სწორედ სურვილის დათრგუნვა ძვირფასებ. ვისაც მარხვის პრაქტიკა გამოგიცდიათ ერთი დღე მთლიანი უჭმელობისა, მეორე დღე მთლიანი უჭმელობისა, იცით წარმოუდგენელი ბრძოლა იწყება.
წარმოუდგენელი ბრძოლა. შენი გემოს რეცეპტორები ყველაზე საზღარი საჭმელიც რომ ჩაადგან სახში და შენს ხვირში ეს სურნელი შეგიღიტინებს, ეს გეჩვენება რომ ეს არის ერთ ყველაზე უგემრიელესი რამე. და ძალიან ძნელია ამ დროს სურვილს აჯობო. იცით რამდენჯერ წამიგია? აი აზრი მოდის რომ ეხა ცოტა შევჭამ და მე რო შეჭამ მოდიოდა ხოლმე მსჯავრი როცა ახალმოქცეული ქრისტიანი ვიყავ. ეს რა ვქენი? ეს რა გავაკეთე? პავლე ამბობს, ისინი ხწნადისთვის, მე უხწნელისთვის ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს. ჩვენ ცუდად უნდა მოვექცეთ სხეულს, არა, მაგრამ ნახეთ, ერთი ცნობილი გამონათქვამი. სხეული უნდა იყოს სახურის პოზიციაში. როგორც კი სხეული ბატონის პოზიციაში დგება, მაშინ სული ექცევა მსახურის პოზიციაში. გესმით? არ უნდა იყოს სხეული ბატონის პოზიციაში. თორემ სურვილები სწორედ ამას უკავშირდება, ამიტომ თქვა პავლემ ხორციელი ფიქრები, ხორციელი სურვილები. და პავლემ ასე უპასუხავ, თრგუნავ და ვიმონებ. ეხავ, ვიმორჩილებ. მინდა და რა ვქნა? იოსები მინდა გაგახსენოთ მოკლედ მეგობრებო, შეხედეთ, ხშირად ხდება ხოლმე რომ სადღაცა იქ აღმოჩნდა ვიღაცა მაცდუნა. რამდენი რამ მომისმენია, იცით? რამდენჯერ მომისმენია, რა თქმა უნდა, გულსფრელი აღიარებაც, მაგრამ მომისმენია თავის მართლება შერეული. იმან აცდუნა, ის ისე გამომწვევად იქცეოდა. მეგობრებო, ამ პატარა ბიჭის იოსების ცხოვრებაში რომელსაც ალბათ ყველაფერი აკლდა, ეხლა სად თქვენ რა გონიათ ეხლა ტყვეობაში რომ იყო, მას ჰქონდა იმის საშუალება წასულიყო და სადღაცა ისეთ საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებებში გართობა მიეღო? თუ კი რამე უნდა ენატრებოდეს ასეთ ადამიანს, ეს არის ყველაფერი, ეს არის კარგი საჭმელი ენატრებოდეს. და ამ დროს მეგობრებო, მისი ბატონის ალბათ ულამაზესი მეუღლე, რომელი მდიდარი წრის წარმომადგენელი და არა ის სადღაცა ყანაში რომ მუშაობს და ასე შემდეგ, თუმცა ყანაში მუშაობა დამამცირებელი კი არ არის. და ეს ქალბატონი იწყებს პირდაპირ მის ცდუნებას. ის ყოველდღიურად ეუნება რომ უნდა იცხოვრო ჩემთან. რატომ არ გვიმალავს ბიბლია ასეთ რაღაცეებს? ეს ხალი ყოველ ჯერზე მეგობრებო ავიწროვებდა კაცს. ისევე როგორც კაცები ავიწროვებდნენ შეიძლება ქალებს. და აქ ბევრი ტყდება. ერთი სიმღერა ჰქონდა აცგარდაცვლილ თემურ ციკლაურს. მე მომწონდა ეს სიმღერა, ასეთი ტექსტი იყო: ქალი ნახო ფეხში შველი, ოქროფული არ აჩვენო. ნახეთ, იმიტომ რომ თუ ადამიანს ასე ძალიან გაჭირვება უდგას, აი ამ ფულით ნუ დააბრმავებ. იცით რამდენი ადამიანის ისტორია ვიცი, რომელსაც შვილი ჰყავდა, მოტყუებით ვიღაცამ შეაცდინა, გააჩინა შვილი, საზოგადოებამ უკუაგდო, ოჯახმა უკუაგდო და რო აღარ დარჩა სხვა გზა დაიწყო სხეულით ვაჭრობა. ქვეყნიერება მერე განსჯის, რა თქმა უნდა, გაუნჯი თავით ნახე რა ქნა. და ბევრი ადამიანს ასე ემართება. და ბევრი ბოროტი ადამიანი ამით სარგებლობს. იცოდეთ ეს, ბევრი ბოროტი ადამიანი ამ დროს სარგებლობს. მაგრამ იოსების ისტორია არის საოცარი ისტორია, როცა მორიგ ჯერზე ამ ქალმა მისი შევიწროება დაიწყო. შეატოვა ოტანსაცმელი ხელში, ანუ იმდენად აგრესიაზე გადავიდა. მეგობრებო, იფიქრეთ, აი კაცებო განსაკუთრებით ეხლა. კაცის ბუნებაში ეს პირიქით არის. საერთოდ არ მეუხერხულება მაგ თემაზე ლაბარაკი. კაცის ბუნებაში კაცები პირიქით იწყებენ ნადირობას ასე. და მეგობრებო, ამ დროს კაცი, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს ეს შიმშილი, დიდი ალბათობით სექსუალური შიმშილი. და შეიძლება ვიღაცა ახლა ფიქრობდეთ, ალბათ რომ ცოდნო და ალბათ მუქარაც კი ქონდა მოსმენილი, რა ვიცი. შესაძლებელია თუ ასე არ გამოუდიოდა ამ ქალბატონს, ალბათ იმასაც კი ეთყოდა რომ პრობლემებს შეგიქნი, ამას გააკეთებ თუ არ გააკეთებ. და მეგობრებო, წერია რომ შეატოვა ტანსაცმელი და გაიქცა შიშველი. და მე ამ ყველაფრის გამო რა შეხვდა, ყველაფერი შეხვდა ამ ერთი უარის გამო.
კიდევ ვიმეორებ, ნახეთ, აი ამ შიმშილის დასაკმაყოფილებლად ადამიანები რაციონალურობას კარგავენ. ხალხო მომყევით, იმას კი არ ფიქრობენ, მე რა იქნება, დაბრმავებულები არიან პირზე დორბლი გაზმოსდით და მიდიან გაუაზრებლად. და არა მარტო ამ სფეროში, სხვა უამრავ სფეროში. სურვილი კლავს. და ეს კაცი, მეგობრებო, ასეთი პროვოცირებული, ასეთი გამოწვეული, ეს არის ღვთის ჭეშმარიტების მიხედვით მოქმედება. ის ამბობს, ამას როგორ გავაკეთებ? ის თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანურ პასუხისმგებლობასაც კი ამბობს, ჩემ ბატონს ამას როგორ გავუკეთებ? ერთი ძველი გამონათქვამი გვაქვს ქართველებს, სიმღერა მეზობლის ქალს ხელს ნუახლებო შინაურიაო. რამდენმა მეგობრებო, მეზობლისას კი არა, ოჯახის წევრებს რამდენ ოჯახში მომხდარა ეს საშინელება, რამდენმა მამამ საკუთარ შვილზე, საკუთარ ძმისშვილზე, დიშვილზე იძალადა. ნახეთ რა არის ეს სურვილი, თქვენ ამისგან მარტივად შეგიძლიათ, მაგრამ ეს მოდის ამ უკონტროლო სურვილიდან, რომელიც გაბრმავებს, იმიტომ რომ ეს არის შიმშილი, წარმოუდგენელი შიმშილი, ისევე როგორც ნარკოტიკის შიმშილი, ისევე როგორც ალკოგოლის, ალბათ ბევრს განგიკითხავთ, რა არის მაგ დალევაში, შენთვის არაფერი, მაგრამ მას შიმშილი აქვს, რომლის ატანა აღარ შეუძლია, ეს სურვილი, ეს სურვილი, რომლის გაკონტროლება წარმოუდგენელია. და ამის გამო დააპატიმრეს, ალბათ ციხეში დასცინებდნენ, რომ შევიდოდა, მოდი წარმოვიდგინოთ ამ დროის ციხე, კითხვას ხო უსვავენ, აბა რა ზეზი ხარ? ეს რო შევიდოდა და რა ვიცი, ერთი მაგარი ქალი იყო და საყვარლობა მთხოვა და უარი, ვაი შესულელო, არ ეტყოდენ, ვაი შტერო. შენ ჭკუა გააქვს, კაცი გახდებოდი, ბიჭო, ყოფილიყავი, ასე გექნა, დაგაწინაურებდნენ. განა ეს ყველაფერი არიდო ამ არჩევანში? დაპატიეთ ამ გადახვევაზე, მაგრამ თუ ასეთი მაგალითებით არ გავამყარეთ, მეგობრებო, ხანდახან არაფერიც არ რჩება ხომი ამ თეორიიდან. უნდა ისწავლოთ დათრგუნოთ სურვილები. ახლა ვიღაცამ ამოისუნთქა, არ მაქვს მაგ პრობლემა, სხვა რამეზე გელაპარაკებით ახლა. ენას რო ვერ თოკავთ ხოლმე. ქრისტიანებო, ეკლესიები სავსეა კონფლიქტებით. მე მეჩვენება? არა. ბევრისგან განსხვავებით რეალობას უყურებ და არ უმალავ. ნოხის ქვეშ არ ვხვეტავ. როცა ბანაკი წავიდა, ლიდერებს ვერ შევხვდი ბანაკისას. ჩემი მიზეზის გამო, ქალაქში არ ვიყავი იმ დროს, როცა მათ შეხვედრა ჰქონდათ. მე ღამის ლოცვა მაქვს ხოლმე, როცა დავდივარ და რაღაცნაირად გულზე დამედო, რომ ვიდეო ჩამეწერა, 15 წუთიანი ვიდეო გამომივიდა. მაგრამ ვერ ავტვირთე ვერსად. მე ბევრი რამე არ ვიცი და მესენჯერით მინდოდა, მესენჯერმა ამ ხელა ვიდეო არ დაიტია. და ჩემი ვიდეოს გზავნილი იყო დაახლოებით ასეთი. მე მათ ვთხოვდი, მადლიერებას გამოვხატავდი ამ ვიდეოში, მინდოდა რომ ყველას ერთად ენახა იქ. მადლიერებას გამოვხატავდი ამ ვიდეოში, მაგრამ შემდეგში ვთხოვდი, ერთ დავალებას ვაძლევდი. დიდ მადლიერებას გამოვხატავდი მათი შრომისთვის, მათ აიღეს შვებულებები, მათ საკუთარი ფული დახარჯეს ამ ბანაკში. კი არ დაისვენეს, დაიღალნენ და თვითონ გადაიხადეს ამისთვის ფული კიდევ. იმიტომ რომ არ გქონდა ჩვენ ამ ბანაკში იმის საშუალება, რომ ლიდერებსაც კი ფული არ გადაეხადა. და ეხლა წარმოიდგინეთ, მე ვთხოვდი, წითელ ხაზად ვაცხადებ წაკბენებს, წაკამათებებს, იმიტომ რომ ეს ყველაზე მუშა პროცესია, ხალხო, ეს ეკლესიაზე უფრო მუშა პროცესია. ეკლესიაში ჩვენ 2 საათი ვხვდებით ერთმანეთს. იქ დილიდან დაღამებამდე არის რაღაცა საქმეები, რომელიც თითქოს არავის არ ეკუთვნის, მაგრამ ვინ აიღებს ინიციატივას, ვინ წაეხმარება, ვინ მოკიდებს ხელს. თუ ასე არის მხოლოდ გამიჯნული, მე ეს არ მეხება, შეუძლებელია. რამდენი ბანაკი გვაქვს გაკეთებული? არ ყოფილა ბანაკი, სადაც არ ყოფილა წაკამათება, გარკვეული გუნი არ ყოფილა. და მე ვთქვი, მეგობრებო, თუ კი რამე მინდა, ყველაზე მეტად ერთ-ერთი რაც მინდა რომ გვეტყობოდეს რომ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება კონფლიქტების გარეშე და როგორ? ეშმაკი არ უნდა შემოუშვათ. დააგვერდით ახლა ეშმაკი ხო არ შემოვიდა აქ. აქ თუ არ შემოვიდა, იქ რო დავჯდებით ყავის დასალევად, იქ შეხედეთ, არა მეგობრებო, ჩვენი ხასიათი დაგხვდება ჩვენ. უარყოფთ ამას? და ჩვენ აქ ვისაუბრებთ ასევე
საკუთარი თავის განსჯაზე, სანამ ესეც დისციპლინის საკითხია, სანამ საკუთარი თავის განსჯას არ ისწავლით, ყოველთვის მოგივათ გარკვეული გაუგებრობები და კონფლიქტები. ყოველთვის. იცი რა უნდა ქნა? უნდა დათრგუნო და დაიმონო ხასიათი. სხეულთან ერთად. და გითხრათ სიმართლე? ბევრს უკეთესად გამოსდის სხეულის დათრგუნვა, ვიდრე ხასიათი. ანუ ამით მე ვადასტურებ, რომ ხასიათზე შრომა გაცილებით რთულია, ვიდრე სხეულის დათრგუნვა. და ქრისტიანები ფიქრობენ, რომ სხეული ხო დათრგუნეს, აღარ კლავენ, აღარ მრუშობენ, მაგრამ ხასიათს ვერაფერი მოუხერხეს. ისწავლეთ. დათრგუნოთ, პავლემ ასე თქვა, მე რას ვაკეთებ, ისე კი არა ჰაერს ვებრძვი. პირდაპირ გეუნებით, ეს ტექსტი წაიკითხეთ. ჰაერს ებრძვით, მუშტებს იქნევთ ჰაერში, ვერცერთს ვერ ურტყავთ მტერს, სანამ აი პავლე რასაც ამბობს, არ ისწავლით, დათრგუნოთ სხეულიც, ხასიათიც, სურვილებიც. და ასეთი ტერმინი გამოიყენა, უღირსი რომ არ დავრჩე. ნახეთ? უღირსი რომ არ დავრჩე, სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოჩნდე. რას ნიშნავს უღირსი? ქართული ფილმი არის ერთი თანამდებობისთვის შეუფერებელია, გახსოვთ ეგ მომენტი? მეგობრებო, იფიქრეთ. აი დააკვირდით. შეიძლება პოზიცია არ აქვს ყველას, მაგრამ მოდი იმასაც ვიტყვი, ჩვენ გვყავს ხოლმე ხშირად ჩასაფრებული ხალხი. მე მაგალითად ყოფილა შემთხვევა, როცა მაგალითად ოჯახის ქალბატონი დედა მორწმუნეა და შვილს მაგალითად ასე ჩემთან ერთად უთქვია, მაგნაირები რო გყავთ იქო ასე. ხო და ეხლა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს ცუდად იქცევა ყოველთვის, მაგრამ ისინი არიან ზედმეტად ისე დაპირისპირებულ პოზიციაში, მაგრამ რამდენად ცუდი იქნება, აი თქვენ რომ მოისმინოთ, აი მოდი თქვენ მოისმინეთ დაუშვათ ჩემზე, წყემსზე. შეხვდი ვიღაცას და მაგას ვიჯომ წყემსად რა უნდა, მაგას იქ როგორ? ხო და შენ ახლა იდეალისტი ხარ, რას ამბობ, ფუი ეშმაკს. მერე უფრო დამაჯერებლად ითქვა, აი თქვენ ბოთეები ხარ თქვენ, ასე აკეთებს. ეს იქნება ჩემთვის ღირსეული საკითხი, ღირსება შემატებს? მერე რა მოხდა, ვინ არ ცდება, ასე? აი პავლემ ასე თქვა, მე არ მინდა უღირსი დავრჩე. ვილაპარაკო ერთი, აი რას უწოდა მან უღირსობა, ვაკეთო მეორე. ამიტომ ვთრგუნავ, ამიტომ ვიმონებ, ამიტომ სანიმუშოდ ვაყენებ ჩემ თავს. ძალიან ცუდად გამოვიყურებით, მეგობრებო, იცოდეთ. ძალიან ცუდად გამოვიყურებით, ამიტომ მინდოდა ეს ვერ მოისმინა ბანაკმა, მაგრამ ახლა ხო ისმენენ, არა უშავს. ძალიან ცუდად გამოვიყურებით, შეიძლება ყველა შეგვემთხვეს, მაგრამ ძალიან ცუდად გამოვიყურებით, მეგობრებო, როცა საკუთარი თავის განსჯით არ დავიწყებთ ამ ყველაფერს, როცა არ შეგვიძლია გულწრფელი ბოდიშის მოხდა. ცუდად გამოვიყურებით, იცოდეთ. ამიტომ ისწავლეთ დათრგუნოთ სიამაყე, ისწავლეთ დათრგუნოთ ემოცია. ძალიან ბევრი ქრისტიანი დაუდევრად ექცევა საკუთარ ცხოვრებას, რადგან არ იცის, რომ ცხოვრება მოსავალს განაპირობებს. ცხოვრება, რომელთაც დღეს ვიცხოვრებ, ცხოვრება, რომელთაც დღეს რაღაც საკითხების გადაჭრა შევეცდებ, ეს არის ცხოვრება. ცხოვრება რა სისტემითაც ვცხოვრობ, თუ ლოცველობაში ვცხოვრობ, თუ მუდმივად სიზარმაცეში ვცხოვრობ, თუ სულ გადამდები ადამიანი ვარ, გადამდები რა, ანუ მე დღეხვალი ეკაცი ვარ, ხვალ, ზეგ, მაზეგ. ეს არის ცხოვრების სტილი, ეს არის ცხოვრების წესი. და რატომ ვექცევი ცხოვრებას დაუდევრად? იმიტომ რომ ვერ ვისწავლე, რომ ცხოვრება მოსავალს არ მოშობს. ამ კანონზომიერებას ვერ შეცვლით, რასაც თესავ, იმას იმკი. ის რომ ბევრი ადამიანი დაუდევრად ექცევა თავის ცხოვრებას, ნახეთ რას განაპირობებს? აქედან არის გამოწვეული სულიერი ჩვილობა, სუსტი ვარ ძმაო, რატომ ხარ მთელი ცხოვრება სუსტი? რატომ გჭირდება მთელი ცხოვრება ზურგის ფხანა? რა ვიცი ახლა ის ძლიერია, რატომ იბადება კითხვა, ყველას ხომ ერთი სტარტი გვაქვს, ყველას ხომ ერთი უფალი გვყავს. იმიტომ რომ ვიღაცეები განსხვავებულად ვეპყრობით ცხოვრებას, მარტო ამაშია განსხვავება, ხვდებით? არა რაიმე უნარებში, შენ ძმაო, ვიღაც ამბობს ხოლმე, შენ კარგად იცი ბიბლია, მე შენ რატო არ იცი, დაუშვათ სიტყვაზე.
შენც 54 საათი გაქვს. კიდე ბევრ რამე შეადარებ, მე სამსახური მაქვს ისეთი. აქედან არის გამოწვეული სულიერი ჩვილობა, უმოქმედობა და სულიერი დაცემებიც კი. რატომ ეცემიან ადამიანები? თქვენ გონიათ, მეგობრებო, მე ახლა ესეთი განკითხვის ხასიათზე ვარ, არა? მე ტკივილ ვდებ ამ ყველაფერში. ტრაგედია არის, როცა ადამიანები ეცემიან. დაცემა არ არის ჭაობში ბოლომდე ჩაწვეს ადამიანი. დაცემა ისიც კი არის, როცა ადამიანი იმ სულიერ მდგომარეობას სადამდედაც მივიდა, როცა იმის ქვევით ჩამოდის. ეს დაცემის დასაწყისია. ღმერთი ამას კეთილად არ უყურებს. პავლემ გააფრთხილა ფილიპელთა ეკლესიას, სადამდედაც მივედით, ის პოზიციები უნდა შევინარჩუნოთ. მან თქვა, სადამდედაც მე 6 წლის უკან ისე კარგად ვიყავი, კარგი შეიძლება ერთხელ თქვა, მაგრამ შემდეგ თქმის დროს თქვი, რომ იმ სტარტს ახლა მოვშორდი და წავედი ისევ იმ სიმაღლისკენ. როგორ შეიძლება ამას ვეგუებოდეთ, მეგობრებო, კარგად ვიყავი 10 წლის უკან, იმდენს ლოცულობდი. ის რომ ცხოვრებას არ ეპყრობი, სათანადო და დაუდევრად ეპყრობი, განაპირობებს სულიერ ჩვილობას, რაც ძალიან ცუდია. ამას მოყვება სწორედ უმოქმედობაც, რატო უნდა ვიმოქმედო? მოტივი არ მაქვს, რატო უნდა ვიმოქმედო? იცით, იყო პერიოდი იდეალისტი ვიყავი. იყო პერიოდი იდეალისტები ვიყავით, ის ფილმი შურიკაზე, кто пойдёт на стройке? Я. იყო ასეთი დღეს, იცით, შეიძლება ამაზე გვეცინებოდეს, როცა ვხედავთ იდეალისტ ადამიანებს. როცა ადამიანები დიდ ინიციატივას იჩენენ, შეიძლება ასეთ სადღაცა გულში თქვა სულელია. ქრისტიანებო, გესმით? ხარბზათ ამის მისაღებად და დასატევად. ეს არ არის კარგი მდგომარეობა, როცა სულ ერთი ხდება რაღაცა. იმიტომ რომ ცხოვრებას არ ცნობ ისეც, ცხოვრებას არ ეპყრობი, ისე დაუდევრად ეპყრობი ცხოვრებას, ამიტომ მოსავალი დგება ასეთი სულიერი ჩვილობა, უმოქმედობა, რომელსაც შეუძლებელია არ მოყვეს სულიერი დაცემა, ეს არის დროის საკითხი. დროის საკითხია. კანონზომიერებას და არ ღვევდით, თუ ასე იქნებოდა ადამიანი, რომელიც ჩვილად რჩება, ადამიანი, რომელიც მუდმივად პასიურია, რომ მან მწვერვალები დაიპყროს. დროის საკითხია, როდის დაეცემა. დროის საკითხია, როდის აღმოჩნდება ეშმაკის მახეში. მერწმუნეთ, რასაც ვამ. და ნუ გამოცდით ამას. ნუ იტყვით, დაგიმტკიცებთ ჩემი მაგალითით, ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებთ. პავლე მოციქულმა ასეც კი გააფრთხილა, ვინც ფიქრობს, რომ დგაასო, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცესო. მდგომარენიც კი გაგვაფრთხილა პავლე მოციქულმა. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა თანამედროვე ეკლესიისთვის. სულიერი ჩვილობა, პასიურობა და დაცემები. სად არიან ხშირად ადამიანები, რომლებიც დღეს ამ კომპოზიციებზე უნდა იყვნენ? ზოგი მათგანი დაეცა. მერე ისიც ხდება სამწუხაროდ. ხალხმა, რომელმაც არ იფხიზლა, ხალხი, რომლებიც სკანდალებში გაეხნენ, ისევ სახეებად უნდა იქცენ ეკლესიაში, აღარ გამოდის. მეტი ტკივილი მოაქვთ ეკლესიებისთვის. მინდა რომ გაფრთხილდეთ და გაფხიზლდეთ ძვირფასე. მინდა რომ ცხოვრება სხვანაირად მიუდგეთ. ცხოვრება, რომელიც ერთია, რომელიც ხანმოკლეა და სცნოთ ეს ჭეშმარიტება, რომ მოსავალს ქმნი, საუნჯეს ქმნი. იესომ ასე თქვა, დაიუნჯეთ იქ. აი ამ ცხოვრებაში უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ კითხვას ვსვავდეთ, რამეს ახლა ამით იქ ვიუნჯებ? თუ იმ ფარისეველივით ამ კაცს კი ვჯობი ვარ და მოკლედ მინდა დარჩენილ დროში გაგიზიაროთ ორი გზა, პატარა გზა, ორი პატარა ნაბიჯი. როგორ უშველოთ ამ პრობლემას? პირველი ეს არის, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დისციპლინით. არ ვიცი ახლა სიტყვა დისციპლინა რამდენად ხშირად არის თქვენს ლექსიკაში. მე მოგცევთ მოკლე განმარტებას. დისციპლინა არის საკუთარი თავის მართვა ღვთის სიტყვის მიხედვით. მე ძალიან მარტივი განმარტება ავირჩიე. აქაც შუქდება მე მგონია, ხომ? დისციპლინა არის საკუთარი თავის მართვა ღვთის სიტყვის მიხედვით. დისციპლინა არის უნარი გააკეთო ის, რაც სწორია, მაშინაც კი როცა არ გინდა ამის გაკეთება. აი მარტივად.
დისციპლინა არის საკუთარი თავის მართვა ღვთის სიტყვის მიხედვით და დისციპლინა არის უნარი გააკეთო ის რაც სწორია, მაშინაც კი როცა არ გინდა ამის გაკეთება. მოკლედ რო ვთქვათ, მე ახლა მივმართავ დისციპლინას იმისთვის, რომ ის ვაკეთო, რის იკეთებაც არ მინდა, მართლა არ მინდა. მართლა არ მინდა, მეზიზღება ის საჭმელები რა ვჭამ, მაგრამ ეს არის სწორედ დისციპლინა. ადამიანისთვის არის დამახასიათებელი ასეთი ქმედება და ასეთი სიტყვები. ასე მინდა, ასე ვგრძნობ, ასე მომწონს. გული ამას მეუბნება. მაგრამ შეხედეთ, ქრისტიანული დისციპლინა ამას ასე პასუხობს. რა არის სწორი? მე კი მინდა ასე. მე კი მკლავს ამის სურვილი. მუხლი მეკვეთება, გული მიმდის, ის ცნობილი მულტფილმი. ეს ბიჭი თუ არ ჩამეხუტება, თავს მოვიკლავ. მე კი მინდა, მაგრამ რა არის სწორი? დისციპლინა ასე პასუხობს. მე კი ასე მიმაჩნია, მაგრამ რას ამბობს ღმერთის სიტყვა? მე კი ჩემი ნება ასეთია, მაგრამ როგორია მისი ნება? ეს არის დისციპლინა. ეს არის დისციპლინასთან ჩვენი ჭიდილი. გალატელთა მე-6 თავი 7-9 მუხლები, 8 მუხლები. ნუც თუნდებით ღმერთი დასაცინი არ ხდება, ვინაიდან რასაც თესავს კაცი, იმას იმკის, ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადეულ სიცოცხლეს. ერთი დიდი სიბრიყვი არის, როცა ვცდილობთ ხოლმე მხოლოდ ფინანსურ საკითხში შემოვიტანოთ ეს მუხლი, მეგობრებო. კი, შეიძლება იქ გამოყენე, ამიტომ რომ საერთოდ თესვამკის პრინციპია, მაგრამ ნამდვილად არ შეეხება ეს მეგობრებო კონტექსტი ფინანსებს ამ შემთხვევაში. და მე მინდა ახლა ეს მე-7 მუხლი ძალიან მოკლედ განგიმარტოთ. 3 ნაწილისგან შედგება ნუც თუნდებით, ღმერთი დასაცინი არ ხდება და რასაც თესავს კაცი, იმას იმკის. ნუც თუნდებით, მეგობრებო, ნიშნავს თავს ნუ მოიტყუებთ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ სხვადასხვა წყაროებით. პავლე აფრთხილებს გალატელებს, თავს ნუ იტყუებთ. თავს ნუ იტყუებთ. რამდენი ადამიანი იტყუებს თავს, როცა ცხოვრებას ისე არ უყურებს, როცა ცხოვრებას ისე არ იღებს, იცი თავს იტყუებს, გონია რომ სულიერ კანონზომიერებებს დაარღვევს, დათესავს ამას, მაგრამ მიიღებს ამას. ღმერთი დასაცინი არ გახდება. რას ნიშნავს ღმერთს როგორ უნდა დასცინოს ადამიანმა? სისულელია, როგორ უნდა დასცინოს ღმერთს ადამიანმა? და მით უმეტეს მორწმუნემ. მაგრამ რას ნიშნავს ღმერთი დასაცინი არ გახდება? ვერაფერს ვერ გააკეთებ ისეც, რაც ღვთის სულიერ კანონზომიერებას და ჭეშმარიტებას დაარღვევს. დასაცინი ჩვენ აღმოჩნდებით, მეგობრებო. იმიტომ რომ ღმერთი რასაც ამბობს, იმის უკან დგას. ღმერთმა რაც თქვა, ის მოხდება. ის ვერ იქნება დასაცინი. ხო შეიძლება ადამიანზე გაიცინო, კი ამბობს ესე ვარა, ბიჭო, ისი გამკეთებელია. არა მეგობრებო, ვერაფერს ვერ იზავ ისეც, რომ ღვთის კანონზომიერება შეცვალო, ის დასაცინი არ დარჩება. და მესამე მოყვება ამას, კაცი რასაც თესავს, იმას იმკის. ღმერთის მადლი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქმედებების შედეგები ავტომატურად არის გაუქმებული. პასტორ ოლეგის აქვს ერთი კარგი თემა. მადლის არასწორი გაგება, ასე ქვია თემას. ძალიან მაგარი თემა არის. და მე იმის განსჯას ახლა აღარ შეუდგები, ნახეთ. სამწუხაროდ ხშირად ბევრ ქრისტიანს ასე ესმის, რომ მადლი ნიშნავს იმას, რომ ჩემი მოქმედებების შედეგად შედეგები, რომელიც უნდა დამდგარიყო, გაუქმებულია. და მინდა ერთი რაღაცა წაგიკითხოთ, ამონაწერი მაქვს ძალიან მოკლე ძვირფასებო, აი ძალიან მოკლე ამონაწერი მაქვს. აი ნახეთ როგორი ადამიანური აზროვნება. ცოდვას ჩავიდენ, მაგრამ შედეგი არ მოყვება, იმედი მაქვს. იმიტომ რომ მადლი მესმის ასე. ღმერთი მოწყალია და ამიტომ ჩემს საქციელს მნიშვნელობა არ აქვს. აი დაახლოებით კიდე ის ნარატივი ღმერთის მადლის გაგებისა არასწორი. ღმერთია მოწყალე, მთავარი ეგ არის. ერთხელ თუ გავაკეთე რაღაცა ცუდი, დიდი არაფერი არ მოხდება. მადლის არასწორი გაგება.
კიდევ ერთი გარეგნულად მორწმუნე ხომ ვარ? ამიტომ დიდი მნიშვნელობა იმას არ აქვს სადღაცა დაფარულში რას ვფიქრობ ან რას ვაკეთებ. რეპუტაცია ხომ აქვს ქრისტიანული, მორწმუნის რეპუტაცია. ჩვენ წავიკითხეთ პავლე წერდა გალატელებს, კაცი, რასაც თესავს იმას იმკის. მოდი ვცნოთ ეს ჭეშმარიტება. ფრთხილი ვიყოთ თესვისას. მთელი ბიბლია ლაპარაკობს ამას. ეკლესიასტერ 8:11 რაკი სწრაფვადვი არისჯება ბოროტის საქმე, ამიტომ მიუწევს კაც გული ბოროტებისკენ. სოლომონმა თქვა ასეთი სიტყვები. ნახეთ ადამიანები როგორ იყენებენ ღვთის მოწყალებას და მადლს, მიიხედ მოიხედა, სწრაფად არ დაისაჯა და ისევე მიუწევს გული ბოროტებისკენ. გალატელების 6:9 სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცებითო. ხედავთ, მოსავალზე ლაპარაკობს პავლე. არ მოგეწყინო სწორი რაღაცის კეთება. არ დაიღალო დისციპლინით, იმიტომ რომ თავის დროზე მოიმკი. თუ არ დაიღლები. დისციპლინის მეშვეობით უნდა ვისწავლოთ ასევე საკუთარი თავის განსჯა. 1 კორინთელების 11:31 თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდებული. მეგობრებო, საკუთარი თავის განსჯა, კიდე გიმეორებთ, არის ქრისტიანული სიმწიფის ერთ-ერთი მახასიათებელი. ჩვენ ავტომატურად ჩემი თავის ვიგულისხმეთ, თქვენ რომ არ გეგონოთ, თქვენ გეჭხუბებით. ჩვენ უფრო მეტად გამოგვდის სხვისი განსჯა. ერთი რაღაცა მინდა შეგახსენოთ, როცა სხვებს გამსჯით, როცა სხვებს განვიკითხავთ. მე არ ვიცი ახლა რას დაარქმევთ ამას, მეგობრებო, ერთხელ მე მკითხეს, მოიცა ჩვენ ვერაფერს ვერ ვილა, არა, ჩვენ შეგვიძლია გავსაჯოთ ქმედება. ჩვენ უნდა გავსაჯოთ, ჩვენ მეგობრებო, აი მე რაღაცა შესავალი დავიწყე, ერთი ახალგაზრდა კაცის ქმედება გავსაჯე. მე ვცდილობ ისეთი ფრთხილი ვიყო, რომ ადამიანის განკითხვა კი არ დავიწყო, ქმედება გავსაჯო. და ვთქვა, რომ ღვთის სიტყვასთან შეუსაბამოა ეს ქმედება. ჩვენ რომ ასეთ სიფრთხილეში ვცხოვრობდეთ, მეგობრებო, მაშინ ნაკლებად გამოგვივიდოდა ერთმანეთის განსჯა. და ხანდახან გამსჯით და განვიკითხავთ და იესოს სწავლება პირდაპირ გვეუბნება, ნუ განიკითხავ, თორემ განიკითხები. რაც შენთვის არ გინდა, სხვას ნუ გავუკეთე. ეს არის სწორედ თესვაფრინკის პრინციპი, ეს არის სწორედ ის კანონზომიერება სულიერი, რომელიც არ ირღვევა. იმიტომ რომ ღმერთი დგას ამ ყველაფრის უკან. ასე რომ მოდი ვისწავლოთ საკუთარი თავის განსჯა ძვირფასებო. დავდგეთ და გავსაჯოთ საკუთარი თავი. მოდი შევეცადოთ ყოველ დღე გავსაჯოთ საკუთარი თავი. მე ეკლესიაში როცა მივედი ეს მასწავლეს. რომ არ დავწოლილიყავი ისე და რადგანაც რელიგიური ვიყავი და არ მესმოდა, ჩემი ლოცვა ასე იყო საღამოზე, ღმერთო თუ რამე დღეს დავაშავე მაპატიე. ამ ლოცვის მსგავსი ლოცვა დღესაც არის ჩემს ცხოვრებაში. ოღონდ ვცდილობ რომ ბევრი თუ არ იყოს. ზაბავ ჩემს გონებას. ვცდილობ შევაფასო როგორ გაიარა დღე. და ვცდილობ გავსაჯო საკუთარი თავი. და როცა ბოლომდის მაინც არ ვარ დარწმუნებული, ღმერთს ვთხოვ, ღმერთს ვეხვერწები უფალო. რა იყო ისეთი, რამაც შენ სახეზე ღიმილი წარმოშვა, რაც კარგია, მაგრამ ასევე რა იყო ისეთი, მე მინდა რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება შენ სახეზე ღიმილს ქმნიდეს. მაგრამ რა არის ისეთი, რაც შენ სულს ანაღვლიანებს, იმიტომ რომ დაუკვირდით, პირდაპირ გაგვაფრთხილა პავლე მოციქულმა, არ დავანაღვლიანოთ სულიწმინდა. წარმოგიდგენიათ, შესაძლებელია სულიწმინდა დავანაღვლიანოთ. და ეს თამაში არ არის, ეს რელიგია არ არის, ამიტომ უნდა ვიყო საკუთარი თავის განსჯაში. ჩვენ რობოტები არა ვართ, მეგობრებო, ღმერთმა ასე გვმართოს. მე ვცდილობ თვალები აგეხილოთ, მეგობრებო. კი არ განიხიბლოთ, კი არ დაიღალოთ, არა, პირიქით. მოიხსნათ სათვალე და ცხოვრებას ისე შეხედოთ, როგორც საჭირო. ეს იყო ერთი, დისციპლინით უნდა იცხოვრო. ანუ ის განმარტება აიღო ღვთის სიტყვა და ღვთის სიტყვით იმოქმედო. არა საკუთარი სურვილით, არა საკუთარი განსჯით, არა საკუთარი მიგნებით. მე ასე მესმის, მე ასე მინდა. ნახეთ, იქ განსხვავება წავიკითხეთ, კიდე გაიხსენეთ, მაგრამ დისციპლინა ასე პასუხობს, სწორი რა არის, ღმერთს რა უნდა, მისი ნება რა არის.
აი ეს არის ეს ერთგვარი სასწორი ძვირფასები. აი ასე უნდა მოხარშოთ ეს. ეს საერთოდ არ არის რელიგია, ეს საერთოდ არ არის, აი ვიმეორებ, მეგობრებო, ეს არის ყველაზე პრაგმატული ცხოვრების წესი, ყველაზე სწორი ცხოვრების წესი. იმიტომ რომ არის რაღაცა აფექტის მდგომარეობაში ხდება, ხშირად ადამიანები თავს ვიმართლებთ, აი უცებ აფექტის მდგომარეობაში. მაგრამ არის, როცა ჩვენ გვაქვს რაღაცა მომენტი, თუნდაც წუთიერი, წამიერი, შეიძლება ერთი დღე გქონდეს, შეიძლება ორი დღე გქონდეს, სანამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, სანამ საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ, ვაპატიებთ თუ არ ვაპატიებთ, მივალთ თუ არ მივალთ. ამით უნდა იხემძღვანე, რომ შენმა ფეხმა დააჩქაროს სწორი ნაბიჯების გადაწყვეტა. რომ სწორი რა არის ღმერთისთვის? რა არის მის თვალში? მე ჩემ თავს თუ არ გამსჯი? ის ამიტომ ვიძახი მეგობრებო, დაუკვირდით, განსჯი რა საკუთარ თავს. მერე უფრო ადვილად გამოდიხარ, მერე უფრო ერევი, სხვა ის რა სიტყვის, ის როგორ იფიქრებს, საკუთარი თავის განსჯას, საკუთარ თავში ჩახედვას ვიწყებ. არავინ არ იცისო რა არის ადამიანში, ვინ? ღმერთისა და მისი სულისა. ანუ მე შემიძლია ვიცოდე და მე ვეძებ ეხლა მარინაში რა არის იმას, რამდენად სიბრიყვია ჩემი მხრიდან, შენ ასე იფიქრე ჩემზე, აი რას მოყვება ხოლმე კონფლიქტები. მე იმის ნაცვლად რომ ჩემში ჩავიხედო, ვიწყებ ნინოში ჩახედვას, ვიწყებ შეფასებას, შეუძლებელი არა ვცდეთ გზას. და როცა კიდევ ერთ ავამატებდი, როცა სხვას გამსჯით, დაუკვირდით. ამ დროს იმ ადამიანებმა არაფერის არ იციან, არც არაფერს გზნობენ. და სამაგიეროს ისინი კი არ მოგვიზღავენ, იმიტომ რომ არ იციან. მაგრამ რა თქვა უფალმა, მე მივაგებო სამაგიეროს. ანუ ის კი არ გვიხდის სამაგიეროს, იქ როგორც წერია, ნუ განიკითხები, აი განვიკითხე ხა მაგული და მაგულიმ გადამიხადა და განმიკითხა სამაგიეროს. მე რომ ის განვიკითხე, მან შეიძლება არც კი იცის და ხშირ შემთხვევაში არ იციან ადამიანებმა. ამიტომ ის როგორ მომაგებს სამაგიეროს. მაგრამ ვინც ხედავს, ეს არის ღმერთი. და ესეც ერთგვარი ტესტი არის, როცა ხედავ რომ ჩვენ ცხოვრებაში რაღაცეებს კარი ეღება, უფრო ღრმად დაიწყე საკუთარი თავის განსჯა, რატომ უფალო, რატომ ხდება უფალო, რატომ დაეშვა უფალო. თუ ამას ძველს ეძახით, ეს ძველი არ არის, ეს არის მარადიული ბიბლიური სწავლება, ძვირფასები. უბრალოდ ეს თაობა შეეჩვია სხვანაირს, ეს თაობაში მათი ყური შეეჩვია სხვა რაღაცას. აი იმას რაც თქვი, მადლის ასეთი გაგება, რომ ვიზავ და არაფერიც არ მოხდება. და მეორე, რასაც ახლა ვიტყვი ამ სათაურში, ნუ გაგიკვირდებათ, მე ვამთავრებ. არ უნდა დაივიწყო ღმერთი. არა მოვისუნთქი, აქ კი დამაღონე ძმაო, მაგრამ ღმერთი როგორ დამავიწყდება, ძმაო, რას მეუბნებ? ნუ იჩქარებთ. ღმერთის დავიწყება არ ნიშნავს მისი არსებობა რომ დამავიწყდა. არც მახსოვდა ღმერთი რო არსებობდა, ეს სამიკვირა კი არ გამხსენები. აბა რას ნიშნავს ღმერთის დავიწყება? ნახეთ, ვიტყვით. მეორე რჯული 8:11. გაფრთხილდი, არ დაივიწყო უფალი შენი ღმერთი, არ უგულებელყო მისი მცნებები, სამართალი, დადგენილება, რომელთა გამცნებ, რა კარგად ახსნა, როცა ღმერთი აფრთხილებდა ისრაელს ეგვიპტეში, ქანაანში შესვლამდე ევნეოდა, ფრთხილად იყავი, ღმერთი არ დაივიწყო, მისი არსებობა? არა. არ უგულებელყო მისი სიტყვა. მისი სამართალი, მისი დადგენილებანი და მისი მცნებები. მეორე რჯულის 32:18 შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი შენი შემონქმედი დაივიწყეო. ისრაელს ეუნება უფალი. რაში გამოიხატებოდა? ისრაელს ღმერთი რომ დავიწყებოდა, ხბოს კი არ გააკეთებდა უდაბნოში. უგულებელყო ის ღმერთი, რომელი ღმერთიც იყო წარმოდგენილი მისი ნებით, მისი სიტყვით, მისი მცნებით. ღმერთის დავიწყება არ ნიშნავს ღმერთის არსებობის დავიწყებას. ადამიანი ღმერთს კი არ უარყოფს, მორწმუნე ადამიანი, უბრალოდ ცხოვრებაში აღარ ითვალისწინებს მას. რამე ვთქვი გასაგებად, როცა ცხოვრებაში იმ ღმერთს, რომელსაც იცნობდი, აღარ ითვალისწინებ, აი ეს არის ერთგვარი საწყისი ღმერთის დავიწყებისა. დიახ, ამ დროს სულიწმინდა დავიწყებულად გრძნობს თავს. ეს ანაღლიანებს უფლის სულს ხალხო. 1000 თეორიებს ყვებიან ხოლმე, ეს სასიკვდილო ცოდვა არის სულიწმინდის გმობა, მე ადამიანები კი, მაგრამ როგორ უნდა დავგმო სულიწმინდა? მეგობრებო, ნუ იჩხრიკებით აქ სადღაც, აი გეუბნებით, რა ანაღლიანებს სულიწმინდას, როცა მას აღარ ითვალისწინებ.
როცა მის სიტყვას აღარ ითვალისწინებ. ბიბლია გველაპარაკება, რომ მისმა ხალხმა დაივიწყეს მისი სახელი, ეს მუხლებით იყო გამფენილი უბრალოდ ჩემ თემაში და მოვაკელი მე, ნახე წერია, რომ დაივიწყეთო ჩემი სახელი. დაივიწყეს მისი საქმენი. ეს მუხლებია ყველაფერი, რომ თქვენ დაივიწყეთო ჩემი საქმენი, დაივიწყეთო ჩემი სიტყვა, დაივიწყეთო ჩემი აღთქმები. აი რას ნიშნავს დავიწყებ? არა იმისა, რომ ის არ არსებობს. მისი სიტყვის უგულებელყოფა, მისი აღთქმის უგულებელყოფა, მისი საქმის უგულებელყოფა. იგავების 29:18 ცნობილი ხედვის გარეშე თავს იშვებს ხალხი, რჯულის დამცველი კი ნეტარია, ჩვენ ხედვაზე ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე, დღესაც ძალიან მოკლედ მეგობრებო. ეს მუხლი სხვადასხვა თარგმანებში ასე არის წარმოდგენილი. სამი სახით არის. სადაც არ არის ხედვა, ხალხი იღუპება, ხედვის გარეშე ხალხი თავაშვებული ხდება და ხედვის გარეშე ხალხი დაუდევრად ცხოვრობს. შეაერთეთ ახლა მეგობრებო ეს სამი აზრი. როცა ხალხს ხედვა არ აქვს, იღუპება, როცა ხალხს ხედვა არ აქვს, დაუდევრად ცხოვრობს და როცა ხალხს ხედვა არ აქვს, თავაშვებულ ცხოვრებას იწყებს. ეხლა მეგობრებო, მინდა წაგიკითხოთ წყემსი მაილს სვინის ერთი ცნობილი ციტატა და მიადევნეთ თვალყური გაშუქთება. როდესაც კარგავთ წინასწარმეტყველურ სიტყვას, ოღონდ აქ წინასწარმეტყველურ სიტყვაში ნუ წარმოიდგენთ ლოცვის ჯგუფს, რომ ვიღაცამ რაღაცა გიწინასწარმეტყველა. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ღვთის სიტყვას, რომელიც თავისი არსით არის წინასწარმეტყველური, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვართ მსახურები, რომელსაც ჩვენ დავემოწმეთ, მივიღეთ მისი გამოწვევა და ვცხოვრობთ დღეს მისი მოწოდება მივიღეთ უпростоრად და ვცხოვრობთ დღეს როგორც მორწმუნეები და როგორც მსახურები. როდესაც კარგავთ წინასწარმეტყველურ სიტყვას, ვივიწყებთ და იმით ვკარგავთ. როდესაც ხელიდან ვუშვებთ ან ყურადღებას ვადუნებთ მასზე, ვიწყებთ ამ სიტყვიდან დადგენილი შეზღუდვებისგან განთავისუფლებას. იმიტომ რომ ხედვა საზღვრებს აწესებს, ამაზე ბევრჯერ გვითქვავს. ხედვა გეუბნება ეს ასე, აქეთ არა, აქეთ ხო. ღვთისგან მოსული ხედვა. და როცა ჩვენ ამ ყველაფერს ვივიწყებთ მეგობრებო, ნახეთ და ღმერთისაგან დადგენილი შეზღუდვებისგან თავისუფლდებით. და მას ქვია თავაშვებულება. ეს წინასწარმეტყველური სიტყვა ღვთისგან მოდის როგორც დამცავი ჯებირი. ხედვა გვიცავს. ერთი ასეთი გამოთქვა გვაქვს, როცა ადამიანს ხედვა აქვს, ყველა ღია კარში არ შედის, ყველა სურვილს არ მისდევს, იმიტომ რომ ხედვით ცხოვრობს. და რადგანაც ღმერთის სიტყვა არის დამცავი ჯებირი, ეს გვტოვებს მის გზაზე. ის არის ზღვარი და ბარიერი, რომელიც სწორი მიმართულებით სვლაში გვეხმარება. ამიტომ თუ მას ვიშორებთ, თუ ამ ბარიერს ვაშორებთ, თუ ამ საზღვარს ვაშორებთ, უარყოფთ ღვთის სიტყვის მბოჭავ ძალას ჩვენ ცხოვრებაზე და ვიწყებთ დაუდევარ ცხოვრებას. ხვდებით მეგობრებო, აუცილებელი კი არა რაღაცა მძიმე ცოდვაში ჩავარდ. შეიძლება დაუდევრად იცხოვრო. დაუდევრად იცხოვრო ქრისტიანი. დაუდევრად მოექცე ცხოვრებას. ამ დროს ხან აქეთ ვართ, ხან იქით. აღარ გაგვაჩნია არანაირი საზღვრები. გაიხსნება კარები, პარიზში წავალ. ახლა იქიდან გაიხსნება კარები, ბანგლადეშში გადავალ. არ ვიცი გეოგრაფია, არ ვიცი ჩემი ეკლესია. რამდენს წინს ხოლმე ამაზე ეკლესია რა სხვაგან არ არის? თქვენ გაგეხარდებათ ხვალ ვეღარ ვნახოთ? იმიტომ რომ მომეჩვიეთ? არა მეგობრებო, იმიტომ რომ თუ მე გამოვდივარ და ამას გელაპარაკებით და ხვალ კარები გაიღო და სადღაცა ნახეთ ბიზნესში გავიქეცი, გაგიჩნდებათ კითხვა, ეს კაცი რას გველაპარაკებოდა და რა გააკეთა? სხვა ცოლი კი არ მოვიყვანე. ცუდად კი არაფერი გავაკეთე. ღია კარი დავინახე და წავედი. მე ვფიქრობ რომ ბრძოლის ველი მივატოვე ასეთ შემთხვევაში. როდესაც ასე ვიქცევით ეშმაკისთვის ადვილის სამიზნე ვხდებით. ვერ ვაგებინებ ხოლმე ადამიანებს, უკვირთ, რატომ მეგობრებო, ეშმაკისთვის ადვილეს სამიზნე ვართ, როცა ხედვის გარეშე ვცხოვრობთ, არ გაგვთ ხედვა, მიუერთდით ეკლესიის ხედვას, კიდევ ერთხელ გეუბნებით.
ჩაებით ეკლესიის ხედვას. თქვით, შეიძლება ბოლომდე ყველაფერი არ მესმის, მაგრამ მინდა მნიშვნელოვნის ნაწილი ვიყო, ამიტომ ვუერთდები, ვეწებები, ჩააბი შენი ვაგონი ამ ლოკომოტივს. და მართლა ვერ იტყვით, თუ კი ამით დაინტერესდებით, რომ არ არის ამაზე სწავლება, არ არის ამაზე საუბარი და არ არის კონკრეტული ხედვა წარმოდგენილი კონკრეტული მიმართულებით. როდესაც დაუდევრად ცხოვრობთ, უმიზნოდ ვაწყდებით აქეთ-იქით და ეშმაკის ხელში ადვილად ნადგურდებით, კარგავთ რა იმას, რაც ღმერთს აქვს ჩვენი ცხოვრებისთვის მოცემული, კარგავთ ღვთის საუკეთესო ნებას, მის მიერ განსაზღვრულ ბედისწერას და იმ მიზანს, რისთვისაც მან შევქმნა. რა ვიცი, ეს თემა გექნებათ და ეს ფრაზა ბევრჯერ წაიკითხეთ. შესანიშნავი დიდებული ფრაზა არის. ღვთის სიტყვა ჩვენს თავისუფლებას კი არ გვართმევს, ის გვიცავს თავისუფლების ბოროტად გამოყენებისგან. აჯაღლოა. ხანდახან ადამიანები ფიქრობენ, რომ ისა თავისუფლებას კარგავენ, პირიქით. ეს გიცავს. ღვთის სიტყვა გიცავს, რომ ბოროტად არ გამოიყენო შენი თავისუფლება. სადაც ადგილი მივეცით და ვიწყებას, იქ ჭირდება გახსენება და მონანიება, გამოცხადება 2:5. ამიტომ გაიხსენე სად დაეცი, მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. ამაზე ვიქადაგე ცოტა ხნის უკან. ნახეთ? გაიხსენე ეუნება, გაიხსენი აღიდგინე. ადრე ასე იყო, გაიხსენე, აღიდგინე. ადრე ამას ვაკეთებდი, გაიხსენე, აღიდგინე და რაო? დაუბრუნდი პირვანდელს. წუწუნი არ გმარა. ადრე ასე ვაკეთებდი. დაუბრუნდი იმას, რასაც აკეთებდი. თუ აკეთებდი. თუ არა და მალე მოვალო და გადავწევო შენს სალამპრეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ, ეს ნიშნავს თანდასწრების წაღებას, გამოცხადება 3:3. სხვა ეკლესიას ეხა თეატირას ეუბნება სული, გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე და დაიცავი და მოინანიე, თუ არ იფხიზლებ მოვა როგორც ქურდი და ვერ გაიგებ რა დროს მოგივალ. და ვიღაცები ლაპარაკობენ, შედეგები არ იქნება, კაცო, მადლი გადაფარავს ყველაფერს. ხალხო ცრუდ სახავენ ღმერთს ასეთი ადამიანები და ნუ მიიღებთ ამ სიცრუეში მონაწილეობას. კაცი ღმერთი იმდენად აფასებს ადამიანს, რომ კაცი რასაც დათესავს, იმას მიიღებს. მაგრამ შენს ხელშია რომ თესო ის, რაც კარგ მოსავალს მოგიტანს. ორი კითხვით დავამთავრო, თვითგამორკვევის ორი კითხვა არის. პირველი, რაც მოისმინე იქიდან გამომდინარე, ცხოვრობ საკუთარი სურვილებით, თუ ცხოვრობ დისციპლინით. და მოდი ცოტა ისა შეუმატოთ, ისულა. როდესაც არ მინდა, მაინც ვაკეთებ თუ არა იმას, რაც სწორია, აი გეხმარებით ახლა, ეს არის თვითგამორკვევის კითხვები. ალბათ კითხოდი, კი კაცო, მე ვცხოვრობ სურვილებით, კი არ ვცხოვრობ დისციპლინით ვცხოვრობ. კი ბატონო, მე არ გებრძვით, მაგრამ მოდი შევაშველოთ ახლა, შევაშველოთ ეს ერთგვარი საკმაზი. როდესაც რაღაცა არ გინდა, აკეთებ იმას მაინც რაც სწორია? დავაკონკრეტებთ. როდესაც მინდა ცოდვის ჩადენა, საკუთარ თავს ვეუბნევ იმკვეთრად არა? როდესაც არ მინდა პატიება, მაინც პატიობ? როდესაც არ მინდა ლოცვა, ლოცულობ? რა ვქნა არ მინდა? მე ვისმენ ხოლმე ამას, მეუბნებიან ადამიანები, ვაფასებ თქვენს ნათქვამებს, ვიფასებ. რა ვქნა არ მინდა, სურვილი არ მაქვს და რა ვქნა? დისციპლინა არის ის, როცა არ გინდა და მაინც იწყებ ამის კეთებას. ასე ტეხავ, ასე თრგუნავ, ასეთ რგუნავ საკუთარ თავს. როდესაც არ მინდა ღვთის სიტყვის კითხვა, არ ვკითხულობ, ვერ ვკითხულობ. რელიგია, აი ტრანო წაიღეთ twini კაცო, რით ვერ დაამთავრეთ ეს წიგნი. აი მაილსტვინის ციტატა რას ეხება. როცა არ გინდათ კარგი წიგნები წაიკითხოთ, როცა ხშირად წაიკითხოთ. მე ბევრჯერ მოგიყევით ხოლმე ადამიანს ქორწინება უნდოდა, მე ვუთხარი კონსულტაციები დაგჭირდება. არ მოვიდა კონსულტაციაზე, მივეცი ქორწინების წიგნი, ვაჩუქე. კითხე, წაიკითხეთ ხო, დრო არ მქონდა ქორწინებას
ქორწინებას თხოვდა რომ მალე დამექორწინებია. ვეუნები რა გინდა? აი რა გინდა ვეუნები? მიდი კაცო მიშუამდგომლე შენ თუ არ მაკურთხებ მე უთხარი მე არ გაკურთხებ. უშუამდგომლე სხვასთან კი არ უშუამდგომლე მე უთხარი თუ აკურთხებ თქო და შენ რატო არ აკურთხებ ამ მიზეზის გამო თქო მე უთხარი. აკურთხეს 6 თვეში მოვიდა ისეთი პრობლემით ოჯახი ენგრეოდა. დრო არ ქონდა კაცო ამისთვის. დღესაც ვსვავთ ხომ ეკლესიაში კითხვას. გეკითხებით მეგობრებო. ვინც ოდნავ მაინც ცნობთ რომ ოჯახში რაღაცა პრობლემა გაქვთ. კითხულობთ მაგ ლიტერატურას? სიზმარი რო დაგესიზმრებათ კარაბადინში იყურებით ნეტარას ნიშნავს მურია წყალიო და პრობლემა რო გამოჩნდება ოჯახში. რა სისტემა გაქვთ? აი გეკითხებით. ფინანსური პრობლემა რო გაქვთ? რა სისტემა გაქვთ? რითიც ცდილობთ გადაჭრას? გვთებით? რასაც ვლაპარაკობ? ამას ნიშნავს ეს, კითხულობ, როცა არ გინდა? როცა არ გსურს? როცა პატიება არ შეგიძლია? და მეორე, კითხვა განშისთვის, ხომ არ დაგავიწყდა უფალი? იქედან გამომდინარე, რაც ვილაპარაკეთ. ხომ არ დაკარგეს სიტყვა? ხომ არ დაკარგეს ცეცხლი? ხომ არ დაკარგეს შთაგონება, აღმაფრენა? და ხედვის გარეშე ადამიანი იღუპება, ხედვის გარეშე ადამიანი დაუდევრად ცხოვრებას იწყებს. და ხედვის გარეშე ადამიანი თავს იშვებს. არ დაივიწყო ვინ არის შენი ღმერთი, რა გააკეთა შენთვის, რა გითხრა, რა დაგავალა, გახსოვდეს მისი სიტყვა, იცხოვრე მისი საზღვრებით და დისციპლინით, რადგან რასაც დათესავ, იმას მოიმკი. დიდება იესო ქრისტეს.